ეს არის მოკლე მიმოხილვა ქართველი ლეგიონერების შესახებ. მოდით აბა სწრაფად გადავხედოთ რა ხდება ჩვენი ფეხბურთელების გარშემო ევროპის მოედნებზე. იცით, კრიტიკიდან დაწყებული პოტენციური ტრანსფერებით დამთავრებული საკმაოდ საინტერესო ამბები დაგროვდა. დავიწყოთ პირველით. ხვიჩა კვარაცხელია და პარიზი. ხო, აქ საქმე ისია, რომ ფრანგი ჟურნალისტები მასზე ფაქტობრივად ორად არიან გაყოფილები. ერთი ნაწილი, მაგალითად დანიელ რიოლო, კვარას აკრიტიკებს არასტაბილურობის და რაღაც მენტალური სისუსტის გამო. მაგრამ არის მეორე, უფრო გავლენიანი ჟურნალისტი, დომინიკ სევერაკი, რომელიც მას გუნდის ლიდერად ხედავს, უბრალოდ ურჩევს, რომ ცოტა უფრო მარტივად ითამაშოს. ანუ, მეტი პასი და ნაკლები დრიბლინგი. ახლა გადავიდეთ მეორე ამბავზე. გიორგი მამარდაშვილი და მისი ამბები ლივერპულში. აქაც იცით საკმაოდ რთული პერიოდია. მწვრთნებმა ერთ-ერთ ეპიზოდში გააკრიტიკა. თან გუნდის მთავარი მეკარე, ალისონ ბეკერი, ტრავმის მერე დაბრუნდა და გიორგი სათამაშო დროც შესაბამისად შემცირდა. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე არის კარგი ამბავიც. მამარდაშვილი პრემიერ ლიგაში ნოემბრისთვის საუკეთესო სეივის ნომინანტებში მოხვდა. აი ესე. და ბოლოს მესამე ამბავი, ზურიკო დავითაშვილი. ის შესაძლოა იანვარში უკვე თურქულ გრანდში ვიხილოთ. გამოდის, რომ მისით ბეშიქტაშია ძალიან სერიოზულად დაინტერესებული. და იმის ფონზე, რომ ამ სეზონში უკვე 13 თამაშიდან 6 გოლი აქვს გატანილი, დიდი შანსია ტრანსფერი ზამთარშივე შედგეს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენი ფეხბურთელებისთვის ევროპაში საკმაოდ დაძაბული, მაგრამ ამავე დროს ახალი შესაძლებლობებით სავსე პერიოდია. მოიწერეთ ჩვენი არხი, მადლობელი ვიქნებით თქვენი ყოველი ლაიქისთვის.